სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არს ღმერთი. დღეს ახარებიდან წავიკითხეთ თუ როგორ მივიდა იესოსთან, უბრალოდ კი არ მივიდა იესომ თვითონ გაიარა იერიქონიდან რომ გამოდიოდა და ორი ბრმა იყო, რომელიც მთელი ხმით ყვიროდა იესო ძეო დავითისო შეგვიწყალენ ჩვენ და ხალხი აჩუმებდა. აბა როგორ გაჩუმდებოდნენ, ამათ ჯერუდათ რომ იესო მათ განკურნავდა ბრმას წარმოიდგინეთ, ბრმას. აი შეუძლია რომ თხოვოს და ერთ წამში აღიხილოს თვალი და ამისი ჯერა რაც თავარია და ხალხი აჩუმებს რომ ჩუმად იყავით რაღაც რატო უნდა იყვნენ ჩუმად, მაგრამ ნუ მოკლედ ესენი ხმამაღლა ყვიროდნენ, მაინც მიუხედავად ამისა. იესომ გაიგონა, გაჩერდა, მივიდა მათთან და კითხა რა გინდათ რომ რას ფხობთ? და მათ მოთხრეს გვინდა რომ თვალები აგვიხილო. და იესოს ესე წერია რომ შეეწყალა ისინი და შეეხო და აუხილა თვალი. და ისინი ადგენდა და იესოს გაყვნენ ამის შემდეგ. აი ეს ადგილი სახარებიდან, აი რაც ახლა მოგიყვებით და რაც სახარებაში წერია არის, ალბათ ყველაზე უფრო რა სიტყვა ვიხმაროთ, არ ვიცი, აი რიგითი თუ ჩვეულებრივი თუ აი ჩვეულებრივი როგორ არის, მაგრამ აი სახარებაში ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი, თითქოს ერთი შეხედვით. იმიტომ რომ ესე წერია რომ იმდენი სასწაული აქვს მოხსენილი იესოს რომ წიგნები რომ დაიწეროს კიდევაც დედამიწა ვერ დაიტევს ამ წიგნებს. ნუ აი რა მოხდა, ნუ რა განკურნა. ესე იგი ცოტა სხვა კუთხიდან შევხედოთ ამ საკითხს და მივხვდებით რაც მოხდა. ესე იგი ისე რომ მომხდარიყო. ხშირად ამბობ ხოლმე ეგეთ შედარებას. ისე რომ მომხდარიყო, რა ყველა წიგნი დაკარგული სახარების. და მთელი ეს ისტორია, ესე იგი საღვთო ისტორია არ ყოფილიყო ცნობილი, აი მარტო ეს ერთი ადგილი რო ყოფილიყო ცნობილი, აი მარტო ამ ერთი ადგილიდან სახარების მთლიანად აღდგენა არის შესაძლებელი. აი სახარების წიგნის შინაარსის. იმდენად ეს გასაოცარი და გასაუგნებელი ამბავია. აი რო არაფერი არ იცოდე იესოზე და მარტო ეს ერთი ამბავი მოისმინო. თუ კარგად დაფიქრდები, თუ კარგად გაანალიზებ, თუ კარგად იმჟელებ, აი ზუსტად გაიგებ იესო ვინ არის აქედან. და რისთვის არის მოსული და საერთოდ აი რა მოხდა დედამიწაზე იესოს მოვლენებით. ან ეს ბრმები როგორ ყვიროდნენ და რას ყვიროდნენ, იესო ძეო დავითისო, საიდან იცოდნენ რომ დავითის ძე არის. ან რატო ჯეროდათ ესე ძალიან მარტო იმიტომ რომ სხვებიც განკურნა და ეხლა რაღაცნაირად იქნებ ჩვენც განკურნოთ არ არის ესე. შემდეგ ორი ბრმა ადამიანია და იესოს ევდრება შეგვიწყალე. იესო ეკითხება რა გინდათ, რა უნდათ, გასაგებია რაც უნდათ, ბრმები არიან და უნდათ რომ თვალები აიხსნა. აი რათ უნდა ამ შეკითხვის დასმა. რა საჭირო, ხო გასაგებია ისედაც. რატო დაუსვა იესომ ეს შეკითხვა. და მათ უპასუხეს. არ უთხრეს ახლა როგორც მე თქვი ისე რომ გასაგებია რაც გვინდა, არა, პირდაპირ უპასუხეს. გვინდა რომ თვალები აგვიხილო. საოცრად ამაღელებელი ამბავია თუ ამას არ განვიხილავთ. სხვა უფრო მნიშვნელოვანი მოვლენების ჭრილში, რომელიც სახარებაში ხდებოდა. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ არ არსებობს ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი. აქ მოხდა ყველაფერი, აი ის რისთვისაც იესო იყო ჩამოსული. გარდა მოხდა ზეცით. მოვიდა მარტო ეს ორი ადამიანი რო ყოფილიყო გამოსახსნელი. აი მარტო ამ ორი ადამიანისათვის მოვიდოდა, რომლებიც განიკურნენ თავიანთი სარწმუნოების მიხედვით მიეგოთ მათ ადგენ და შეუდგენ იესოს. სხვადასხვა შემთხვევები არის აღწერილი, აი აქ კი პირდაპირ ეს მოხდა ეს. ადგენენ ისინი, გაახილეს თვალები და აი პირველი ვინც დაინახეს იესო იყო და მადლიერების ნიშნად შეუდგენ
შეუდგენ იესოს და გაყვნენ გახდნენ მისი მოწაფეები. აი ესეთი თითქოს მცირე სასწაულებისგან შედგება მთელი სახარება. და ესეთი ბევრი არის სახარებაში ესეთი ადგილი. და რატო არის ბევრი არ შეიძლება მარტო ერთი ესეთი ამბავი ყოფილიყო აღწერილი და ყველაფერი მაინც გასაგები იქნებოდა. არა. აუცილებლად ბევრი უნდა ყოფილიყო. მაქსიმალურად უნდა აღწერილი იყოს შემთხვევები. იმიტომ რომ ამ გამეორებას ჩვენ ცნობიერებას ძალიან დიდი ზემოქმედების მოხდანა შეუძლია. ჩვენ ამას ხედავთ 1, 2, 10, 100 კი არა, უამრავს ასეთ შემთხვევას და სინამდვილეში ასეთ შემთხვევებს კი არ ვხედავთ. ჩვენ სინამდვილეში ვხედავთ აქედან ვინ იყო იესო. ვინ იყო იესო, რისთვის იყო მოსული და რას აკეთებდა. ვინ იყო იესო, ჩანს მის მოქმედებებში. აი ასეთი არის ჩვენი უფალი ღმერთი. რომელიც მოდის დედამიწაზე, ზეციდან გარდამოგდა. დედამიწაზე და მოდის აი ესეთ უბრალო და გაჭირვებულ ადამიანთან და ეკითხება. რა გინდა რომ შეგისრულო. და ეს ეუბნება. იცის იმა რაც უნდა, იმას უნდა რომ თვალები აიხილოს. და აი ესო როგორც ყოველთვის მარტო ის კი არ შეუსრულა, რაც ითხოვა. არამედ რაც ამ თხოვნაში იგულისხმებოდა. მან აუხილა არა მარტო ხორცელი თვალები, რომელთაც მან დაინახა გარშემო რა ხდებოდა, არამედ აუხილა სულიერი თვალი. რის გამოც ეს ორი ბრმად ყოფილი ადგა და გახდა იესო ქრისტეს მოწაფეები და დავიმახსოვროთ ჩვენც ეს. დავიმახსოვროთ და ხმამაღლა შევთხოვოთ უფალს. იესო ძეო დავითისო შეგვიწყალე ჩვენ. და ღმერთმა ინებოს, ღმერთმა შეისმინოს ჩვენი ეს თხოვნა. ჩვენთან არს ღმერთი.